მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსხობენ. მე ასტროლოგი ტელეძამყვალი მიხეილ საგარელის თქვენთან ერთად ვარ და ვსაუბრობთ როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს და ვსაუბრობთ ამ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე და არა მარტო თავისთავად და ეხა რატო თქვი სიტყვა როგორც იქნა, იმიტომ რომ ბევრი ზარები იყო, მადლობა პირველ რიგში ამ ყურადღებისთვის, რომ წინა კვირას მოიხსენებათ, რომ ტექნიკური მიზეზებით ვერ გავიდა გადაცემა, თუმცა მე ამას ველოდი და სვაჩვერზე ცოტა ხნით რომ გამოჩდი ეკრანზე, მაგრამ ხმარ ვარ, იყო ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდი ამ დროს, რომ რადგან წინა კვირას იყო მძიმე დღე, ანუ იყო მზის დაბნელება და ახალმთვარეობა მოიხსენებათ, ამიტომაც სავსებით შესაძლებელია რომ ყოფილიყო რაღაც სარვეზები პრობლემები, სვაჩვერს მინდა გითხრათ რომ მესამედ მოხდა ესეთი რამ უკვე ტელეკომპანია კავკასიაში, როდესაც აი ესეთ მზის და მთვარის დაბნელებებზე ჩვენ ვერ გავედით ეთერში, უფრო მეტიც ერთ-ერთ ესე დღეს მე გავაფრთხილე სვაჩვერის აკაური ოპერატორები და ამის და მიუხედავად მაინც კომპიუტერიც გადაიწვა და 1000 სხვა პრობლემები შეიქმნა, რაც დღემდე ახსოვთ აკაურ, ასე ვთქვათ, წარმოადგენლებს და დღესაც შემახსოვნეს ამის შესახებ. ამიტომ, გასაკვირი არაფერი არ იყო, თუმცა სასიამოვნო არაფერი არ იყო, მაგრამ ესე დღეებში, როცა არის ესეთი მძიმე გეომანტია და არის დაბნელებები, ყველაფერი ამოსაოდნელი ადამიანს უბნელდება ტვინი და სხვა შორის ტექნიკასაც, როგორც ხედავთ, რომ დაუბრუნდება ესე დროს მისი ტვინი და ეს იწვევს ტექნიკურ პრობლემებს. სხვა შორის რამდენჯერმე ბანკშიც კი TBC ბანკის ასე ვთქვათ, მოსაყურე პერსონალსაც გავაფრთხილე წინ და მართლაც იყო გათიშვები კომპიუტერული და პროგრამული სისტემების. ამიტომ მე ეს არ მიგვირს და იმედია უკვე თქვენც არ გაიკვირდებოდათ, რომ ესეთი რამ შესაძლებელია მოხდეს ესეთ მძიმე დღეებში, როდესაც ტექნიკასაც ძალიან უჭირს. ამიტომ წინა კვირას ვერ გავედით და ეხლა მეცინებოდა კიდე იმაზე, რომ ეხაც თავიდან რაღაცა უცებ პატარა გაჭირდა აქ და მე წავიდა ეს ჩვენი ეთერი და ძალიან სასიამოვნო, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ისევ შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ ასტროლოგიაზე და ზუსტად მოვლენებზე, რომელიც გვეუდება უახლოეს ერთ კვირაში. ესე იგი, საუბარი 29 სექტემბრის 5 ოქტომბრის შუალედზე. და რა ტენდენციები აქვს მოსალოდნელი. პირველ რიგში დავიწყოთ, ესე იგი, მათთვის, ვინც არ უყურებს ამ გადაცემას ბოლომდე. თურმე ასეთებიც ყოფილან, ესეც აღმოჩენა იყო ჩემი, მინდა გითხრათ და მათ გასაგებად მინდა აღვნიშნო, რომ თუ აქვთ სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა და გვიკავშირდით, აი სხვა დღეს ვესაუბრეთ ჩვენს ერთ-ერთ წარმომადგენელს, იურისტს, რომელიც მუშაობს ინგლისში, ბრიტანეთში და ძალიან საინტერესო თემატიკა ჰქონდა და ბევრი რამ სხვანაირად გაიგო და სულ სხვა კუთხიდან შეხედა საკუთარ თავს, სიკოტივს და უცებ აღმოაჩინა. აი ძალიან საინტერესო მოვლენა იყო, ხო წარმოვიდგინეთ, როცა ერთადებული შამი თვარე მასტუნებელი ძალა იმყოფება თავისუფლების მოყვარე ნიშანში, მაგალითად მერწყულში, ხო? ის ძალიან ხშირად შიგნიდან ქვეცნობიერად ეუბნება ადამიანს, რომ თავარი არის შენთვის თავისუფლება, დათმობ თავისუფლებას და ცდილობს, რომ აი ძალიან ხშირად ეს ადამიანი ცდილობს, რომ აი ამ შიდა სისინის გამო, ამ შავი ძალისა, მაგალითად ცდილობს, რომ არ დაიკავოს საკუთარი ცხოვრება, მაგალითად შვილებით, ან არ დაიკავოს სასკვარლო პარტნიორული ურთიერთობებით, იმიტომ რომ ეს კეტავს მის თავისუფლებას. და აქედან გამომდინარე, ხშირად ეს ადამიანები რჩებიან საერთოდ ოჯახის გარეშე, ან საკმაოდ დიდხანს ვერ ქორწინდებიან. და აი ზუსტად ესეთი მოვლენა იყო დღესაც და აი სწორედ აუხსენე გასაგებად რა არის ეს გამოსავალი ის კი არ არის, რომ დაუშვათ გაწელონ მაქსიმალურად ოჯახის შექმნა არ და უკვე 30-ს გადაწილებული იყო. პიროვნება არამედ აქ არის საჭირო ისეთი პიროვნების პოვნა, ჩვენ ვისაუბრეთ სწორედ იმ ნიშნებზე, რომელიც მისთვის ამხრივ მისაღები იყო, რომელიც მას ნდობას გამოუცხადებდა, მის თავისუფლებას არ ჩაკეტავდა. მოდი ასე ვთქვათ, ბოლომდე თორე ოჯახი და სიყვარული, რომ გარკვეულ თავისუფლების შეკვეცას ნიშნავს, ეს უდავოა. მაგრამ არა ისე, რომ ახლა ზედმეტად შეწუხდეს. ხო, ამიტომ აღვნიშნეთ, რომელი ნიშნები იქნება მისთვის ასეთი და ეს არის გამოსავალი და არა ის, რომ გაიქცეს დაუშვათ ოჯახის შექმნას და შვილებს. და მე მგონი ყველაფერი კარგად გაიგო და ეხლა უფრო სწორად ასე ვთქვათ მიუდგება საკითხებს, ამიტომ ვისაც გინდათ პირადი ჰოროსკოპის შედგენა და
ბევრ საინტერესო ამბებს გაიგებ თქვენ შესახებ პირველ რიგში და ბევრ რაღაცას გამოასწორებთ, ამას მეგპირდებით. შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38. პირადი ჰოროსკოპის შედგენასთან დაკავშირებული საკონტაქტო ჩვენი ტელეფონია. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს თემას, ესე იგი როგორ იქნება კვირა, ისევ შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად. და მინდა გითხრათ რომ თუ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხებია გასარკვევი ხელშეკრულებები დასადები მოლაპარაკებები რაღაც ახალი იდეების პროექტების დაწყება ეს ყველაფერი კვირის პირველ ნახევარში ანუ 2 რიცხვამდე 2 ოქტომბრამდე აი აქ მოსწარით ყველაფერი ეს პერიოდი შედარებით კიდევ სტაბილურია და შედარებით უკეთესია მაგრამ 2 რიცხვიდან 2 ოქტომბრიდან თითქმის 20 ოქტომბრამდე აი 18-20 ოქტომბრამდე მე საკმაოდ რთული პერიოდია იმიტომ რომ დედამიწა გადადის საკმაოდ დიდი ხნით უარყოფით ენერგოველში. ამიტომ აქ მე იქნება გაცილებით მეტი სირთულეები. ამიტომ ესე პირველი ნახევარი ყველანი შანსი ეხება ეს ინფორმაცია მაქსიმალურად გამოიყენეთ. ხოლო მეორე ნახევარში უნდა ვიყოთ ცოტა უფრო ფრთხილად და წინ დახედულად. და ვეცადოთ რომ მეორე ნახევარში კვირის არაფერი ახალი სარისკო მნიშვნელოვანი განსაკუთრებული არ დავიწყოთ. და ნუ იმედია რომ ეგრეთ წოდებული ამ დერეფნებიდან, დაბნელების დერეფნებიდან, ეს დერეფნის ბოლო დღე იყო სწორედ კვირა წინა რომელიც ასე ვთქვათ გადაცემა ვერ გავიდა, იმედია რომ შვიდად გაიარეთ. რაც შეეხება ახლა ზოგადი ნიშნების ტენდენციებს ამ კვირის განმავლობაში დავიწყოთ ვერძით. პირველი ნახევარი ცოტა რთულია ვერძებო. გაითვალისწინეთ რომ აქ უბრალოდ მეორე ნახევარი რთული. პირველი ნახევარი პირიქით კარგია. პირველ ნახევარში სხვა შორის პარტნიორული თანამშრომლობაც კარგად წარიმართება თქვენ შეგიძლიათ გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი, უნარი ახლებურად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები, ენერგოტონუსი მატულობს უდაოდ. ამიტომ ეს ნიშანი მთელი კვირის განმავლობაში არის აქტიური ენერგიული ინიციატივები მოემატებს კომუნიკაბელურობა, მოემატებს გონებამახვილობა, ორგანიზატორული მონაცემები, ეს ყველაფერი კარგია და განსაკუთრებით თვალსაჩინოა პირველ ნახევარში, მაგრამ მეორე ნახევარში რა ნეგატიური ტენდენციებია მოსალოდნელი ამ წყალქვეშა დინებები რას უკავშირდება 2 რიცხვის შემდგომ. აი აქ მაგალითად რთულდება ურთიერთობა პარტნიორებთან, გინდათ სასკვარლო პარტნიორებთან, გინდათ ბიზნეს პარტნიორებთან. ანუ ამ ურთიერთობებში სირთულეები აშკარად მოიმატებენ უკვე კვირის მეორე ნახევარში 2 რიცხვიდან გაითვალისწინეთ. ამიტომ აქ უკვე გართულდება მეორე ნახევარში ურთიერთგაგება, გართულდება ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა. ზოგიერთ შემთხვევაში ორივე მხარეს მოგიწევთ საკუთარი პოზიციების კუთხით რაღაცის დათმობა ან გადახედვა, შეიძლება ესე თქვას და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაკავშირებული ფინანსურ დანაკარგებთანაც და მხარდაჭერის დაკარგვასთან პარტნიორთან მხრიდან. ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უკვე მეორე ნახევარში აწარმოეთ მოლაპარაკებები, ხელშეკრულებები, ახალი ურთიერთობების მანავით სასურველი არ არის. ნუ ერთ სიტყვით მეორე ნახევარში სირთულეები უფრო მეტია და ცოტა ფრთხილად უნდა გავეროთ მეორე ნახევარი ამ კვირისა. რაც შეეხება კუროს, ენერგოტონუსი თქვენი ეცემა, ნელ-ნელა იგრძნობთ რომ უფრო მეტად გჭირდებათ გამოძინება, უფრო მეტად გჭირდება დრო ორგანიზმს რომ აღადგინოს დახარჯული ენერგიები. ასგულრეთ კვირის მეორე ნახევარში უკვე ამას განსაკუთრებით იგრძნოთ და მეტი დრო ყურადღება უნდა დაუთმოთ საქმეებს, ირგვლივ ადამიანთა გასაჭირს პრობლემებს და სხვა შორის ეს ძალიან ბევრ დროს დაკარგინებდა ენერგიასაც წაგართმევთ, მაგრამ ნუ ეს პერიოდი ითხოვს ყოველივე ამას და რთული პერიოდია ჯანმრთელობისთვის, აი მეორე ნახევარი უკვე აქ იღავეთ ყურადღებით, არ გაცივდეთ მათ შორის და ასევე უშუალოდ ისიც რომ ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება პარტნიორ ურთიერთობებს, როგორც ბიზნეს პარტნიორებს, ასევე საქორწინო პარტნიორებს, იმიტომ რომ აქ დრო და დრო უკვე განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში თვალსაჩინო იქნება ცოტა დაძაბულობა ურთიერთობის, რაც შეიძლება გახდეს ფსიქოემოციური არასტაბილურობის ფაქტორი. ასევე ცოტა მეტი ყურადღება ფინანსურ ხარჯთან. არავით არის ზედმეტი ფინანსური ინვესტიციები, კაპიტალ დაბანდებები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ამას გვერდს ვერ აუვლით. იმიტომ რომ სავსებით შესაძლებელია რომ აქ გარკვეულწილად საყოფაცხოვრებო პრობლემებმა მოითხოვონ ფინანსური, ასე ვთქვათ, ინვესტიციის გაკეთება. მაგრამ რაც შეეხება იმას თუ სად არის ყველაზე კარგი ტენდენცია ამ კვირის განმავლობაში, ეს არის პირადი სასკოლო ურთიერთობა. აი აქ მაინც მთლიანობაში მაინც მეტი გაქვთ შანსი, რომ უფრო კარგასიაზე დადგეთ ეს ურთიერთობა, უფრო გამართოთ განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში, ვიდრე დავუშვათ საქმიანი სფერო, სადაც სირთულეები იქნება უფრო მეტი.
ამ კვირის ველობისას. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას ერგოტონუსი თქვენი მადლობ ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, გონებამახვილობა, კომუნიკაბილურობა, ეს ყველაფერი წენა პლანზე წამოიწევს, რაც უდაოდ კარგია და გამოიყენეთ ეს დინამიური პერიოდი კვირის პირველი ნახევრისა. სადაც შანსები წარმატებისა მაღალია, კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღებაც იქნება წარმატებული, შვილებთან ურთიერთ გაგება მატლობს პარტნიორული, სასკვალო, რომანტიკული კავშირებისთვის და თუ გნებავთ ქორწინებისთვისაც კვირის პირველი ნახევარი განსაკუთრებით კარგია. მეორე ნახევარში სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება. დედამიწის ნეგატიური გეომანტია უკვე ქმნის სირთულეებს, იმიტომ რომ უკვე საუკეთესობების გამოვლენა რთულდება, პრომეტის სასიყვარულო ფიასკოებმა და პრობლემებმა შვილებთან მეორე ნახევარი შეიძლება მეტად ეჩინონ თავი, რომელსაც კარგი იყო პირველ ნახევარში, მეორე ნახევარში შეიძლება ეს ურთიერთობა დაიძაბოს და წინასწარ განსაზღვრული ხარჯიც მოიმატებს. ამიტომ ყურადღებით ზედმეტი ხარჯვის თვალსაზრისით. Აღნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც პირველი ნახევარი კვირისა დაუთმეთ განსაკუთრებით მათ შორის ბიზნეს საქმიანობას, იმიტომ რომ აქაც შეიძლება ფინანსურად მომგებიან პროექტები განახორციელოთ და რაღაც საინტერესო ბიზნეს გეგმებიც ჩამოაყალიბოთ და საჭირო თქვენთვის კონტაქტების დაამყაროთ. ამიტომ მეორე პირველი ნახევარი გაცილებით პერსპექტიულია, მეორე ნახევარში ცოტა მეტი სიფრთხილე და სულსტრაფობას მოერიდეთ კვირის მეორე ნახევარში და ამითაც შესაბამები არ დაუშვათ. რაც შეეხება კიჩხების ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას თლიანობაში, მოდი ეს თქვა, აი განსაკუთრებით პირველი ნახევარი კვირისა კარგია. კონტაქტების შეხვედრების მოლაპარაკებებისთვის მათ შორის კონტაქტები იგივე დაუშვათ ნაცსაებთან, მეგობრებთან იქნება ძალიან კარგი, არახანძლივი მგზავრობა, მოგზაურობასო იქნება საკმაოდ კარგი, მაგრამ თვით რეალიზაციისათვის მაგალითად უკვე პირველი ნახევარი რამდენიც კარგია, მეორე ნახევარში თვით რეალიზაცია გაგიჭირდებათ. და უკვე მეორე ნახევარში უკვე საკუთარი კარგი შემოქმედებითი თუ საქმიანი თვისებების გამოვლენა გაცილებით გართულდება ვიდრე პირველ ნახევარში კვირისა. და აქვე ამშვეთ რომ უკვე მეორე ნახევარში კვირისა კრიტიკა მოიმატებს თქვენს მიმართ. ეხლა დღეს ხეთჩეს მინდა გითხრათ რომ ერთ-ერთი ჩვენი მაყურებელი წერს რომ თუ შეიძლება მეტი ლაპარაკეთ კარგი კითხებებზე. შემოკარგებო კითხებებო და საერთოდ ყველა ნიშანს ეხება ეს ინფორმაცია, მე ყოველთვის მინდა მხოლოდ კარგზე გელაპარაკოთ სიმართლე რო გითხრათ. მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევს ის რომ არ ვიქნები მაშინ სწორი თქვენს მიმართ და არ ვიქნები რეალისტური. იმიტომ რომ ცხოვრება შედგება ყოველთვის ორი ენერგიისგან. ყოველთვის არის დადებითი პოზიტიური ენერგია და ვარყოფითი. ამას მე ვერ გავიქცე ისე როგორც არის დაუშვათ მზე და მთვარე არსებობს ღამე და დღე, ხო? ზოგს არ უყვარს ღამე, ზოგს უყვარს და შენკო, ხო? ამიტომ მოდი ესე ვთქვათ, როცა არის რაღაც დადებითი, იქ არის აუცილებლად ვარყოფითიც. და მე ჩემი ასე ვთქვათ მთავარი პრინციპი ის გაფრთხილებულია, შეიარაღებულია, ნიშნავს სწორედ იმას, რომ მე უნდა შეიარაღება მოახდეო ინფორმაციით თითოეულ თქვენთან განისა და შეიარაღება არ იქნება იმ შემთხვევაში, მე თუ მხოლოდ კარგს გეტყვით. მე რო გითხრათ ასეთი ხართ, ისეთი ხართ, არნახული წარმატება, არნახული სიყვარული, არნახული ის, ახლა ეს რას გავს იცით? მარწყვის ტორტი რო გაჭამოთ, ითქვით რა კარგია, რა გემრიელია, მაგრამ მეათე თითქვით რომ რაღაცა გემო აღარ აქვს. ამიტომ მე თუ ყოველ დღე თქვენ მხოლოდ კარგი გითხარით, ერთ ჩვენარ დღეს გემოს დაკარგავ და ინტერეს ასტროლოგიის მიმართ. მერწმუნეთ, ეს მე გავლილი მაქვს. ან ჩამოეკიდებით ისე ამ ასტროლოგიას, რომ ამის გარშე ვეღარ ისუნთქეთ, რაც მეორე უკიდურესა და უბედურება. ანუ ზომბირება მოხდება თქვენი. და ამიტომ ეს რომ არ მოხდეს და ჩვენ ვიყოთ რეალისტები და დავიცვათ პარიტეტი ბალანსში, დადებითაც გეუბნებით და გეუბნებით ვარყოფით. ახლა როგორ გითხრათ ამ კვირაში პირველი ნახევარი ცუდია. კარგია. და გეუბნებით რომ კარგია, მაგრამ მეორე ნახევარში რომ სირთულეებია, არ გითხრათ, არ გაგაფრთხილოთ და მე თუ რაღაც პრობლემა მოგივათ, რას იზავთ? მე იტყვით რომ იმ კაცმა არ გითხრა სწორად. მიხვდით? ამიტომ ეს არ მოხდეს. დადებითაც გეუბნებით ვარყოფით. უარყოფითი იქნება კვირის მეორე ნახევარში კითხებისათვის. თორე შეიძლება მოხდეს კრიტიკის ქარცეცხლში. დროსტორი ეს კრიტიკა გამოიწვევს თქვენი მხრიდან ისეთ გამოთქმებს, ისეთ პრეტენზიულობას და ისეთ აგრესიას, რომ შეიძლება გახდეს სერიოზული კონფლიქტების მიზეზი. და მათ შორის ეს შეიძლება მოხდეს არა მარტო ქუჩაში, სამსახურში, არამედ სახლში, ახლობლებთან მიმართებაშიც კი, ოჯახის წევრებთანაც კი. ამიტომ მეორე ნახევარი კვირისა გაიარეთ შედარებით თხილად და წინდახედულად აკონტროლეთ, მათ შორის თქვენი სიტყვები, რაც არ უნდა კრიტიკის ქარცეცხლში მოხდეთ, რათა კიდევ მეტად არ გააღვივოთ ეს პრობლემა. ლომის ზოდიაქოს რაც შეეხება პირველი ნახევარი განსაკუთრებით კარგია, თუმცა მთელი კვირა ენერგოტონუსი, იმუნიტეტი ამუშავებს აქ მაღალი. ამიტომ ეს ნიშანი არის საკმაოდ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ნამდვილი ლიდერი
მდგომარეა, ხელმძღვანელია, ორგანიზატორია, გონებამახვილია, პასუხისმგებლობას სიამოვნებით იღებს საკუთარ თავზე, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი პირველ ნახევარში განსაკუთრებით ხელშესაცემია და დასაფასებელია, მაგრამ მეორე ნახევარში კვირისა 2 რიცხვიდან ფინანსურმა სირთულეებმა შეიძლება მეტად იშინონ თავი. ცოტა შეიძლება გართულდეს ურთიერთობა, ურთიერთგაგება მეგობრებთან, ნათესავებთან მიმართებაში, სწავლის კუთხითაც კი ახალგაზრდა თაობას ლომის ნიშნი დავადებულეს, მეორე ნახევარში ცოტა უფრო მეტად გაუჭირდებათ სწავლის პროცესი. და ამასთან ერთად აქ უკვე რთულდება მეორე ნახევარში სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება. კოლექტიური საქმეები აქ უკვე ნაკლებ ეფექტური იქნება. აი პირველ ნახევარში ეფექტური იქნება, მეორე ნახევარში არა. ამიტომ უჯობესია რომ კვირის მეორე ნახევარში თქვენ უფრო მეტად გადაინაცვლოთ ინდივიდუალურ საქმეებზე და არა ჩაებად კოლექტიურ საქმეებში, რისთვისაც კარგი პერიოდია პირველი ნახევარი კვირისა. და აღნიშნოთ ისიც რომ ძალიან საინტერესოა ეს კვირა იმ კუთხით რომ შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, მაგრამ პირველ ნახევარში აქ სრული ნდობაა და სწორიც არის. მეორე ნახევარში კვირისა 2 რიცხვიდან ნებისმიერი ინფორმაცია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, უნდა იყოს გადამოწმებული თქვენი მხრიდან. იმიტომ რომ აქ უკვე ფეიკების ალბათობა, არასწორი ინფორმაციის დაგეგმვის შესწავლების დაშვების ალბათობა ერთიორად მოიმატებს. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აღნიშნოთ რომ ნელ-ნელა მცირდება თქვენი ორგანიზმი, ამიტომ გჭირდებათ მეტი გამძინება, რათა დრო აღდგეს, ასე ვთქვათ, დროულად თქვენი დახარჯული ენერგია. თვითრეალიზაციის კუთხით, ფინანსური კუთხით ცოტა მეტი სირთულეები იქნება მსაუბრელი კვირის მეორე ნახევარში, მაგრამ პირველი ნახევარი ამ ხრივ კარგია. პირიქით, ადრეული საქმეებიდან შეიძლება მიიღოთ ფინანსური დივიდენდები, არსებული საქმეებიდანაც შემოვიდეს გარკვეული თანხა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მეორე ნახევარში აქ უკვე მეტი სირთულეები იქნება. ამასთან ერთად შეიძლება ამან გამოიწვიოს კვირის მეორე ნახევარში თქვენი პროფესიონალური გეგმების შეცვლა. და აქ ახალ პროექტებსაც დაჭირდება გარკვეულწილად შეიძლება რაღაც ცვლილებების შეტანა ამ პროექტებში ან გადახედვა კიდევ ერთხელ. აი თქვენთვის ლომისგან განსხვავებით გაცილებით უკეთესია ამ კვირის განმავლობაში განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში უფრო კოლექტიური საქმიანობა. აი პირველი ნახევარი კოლექტიურისთვისაც კარგია და ინდივიდუალურს, მაგრამ მეორე ნახევარში ინდივიდუალური საქმიანობა არ მოგცემთ იმას როგორც კოლექტივთან ერთად, ჯგუფთან ერთად ჯგუფური კოლექტიური მუშაობა, რაც იქნება გაცილებით უფრო წარმატებული. მაგრამ კვირის მეორე ნახევარში ყურადღება გმართებთ სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობების მიმართ, იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს ურთიერთპრეტენზიები, კრიტიკა, ყველა წრომაზე ჩაძიება უკვე თქვენი მხრიდან, მათ შორის რაც შეიძლება გახდეს საფასკო რეაქციების და არასასვლელი კონფლიქტების ერთ-ერთი გვაკუთხედი. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ახლა თქვენი დროა სასწორებო მზე და ასევე პლანეტა მერკური გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა ახლა გადიან სწორედ თქვენ ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ რაც დღეები გავა მით უფრო მეტად იგრძნობთ რომ გემოტებათ ასე ვთქვათ ძლიერდება იმუნიტეტი და გემოტებათ ენერგია. ეს ნიშანი ხდება სულ უფრო მეტად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ნამდვილი ლიდერი, ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას იღოს საკუთარ თავზე, ფრიად გონებამახვილი, რა თქვა მშვიდობის მტრედი, მეტად დიპლომატიური. ანუ ერთ სიტყვით, კარგად შეგიძლიათ გამოვიდოთ თქვენი ნიჭი, უნარი, შესაძლებლობები თვითშემეცნებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, მაგრამ ეს ყველაფერი განსაკუთრებით შეგიძლიათ კარგად რეალიზაციაში მოიყვანოთ კვირის პირველ ნახევარში. მეორე ნახევარში 2 რიცხვიდან ცოტა დედამიწის უარყოფითი ენერგოველი სირთულეებს და წყალქვეშა დინებებს შემოიტანს თქვენს გორობაში. რატო? იმიტომ რომ აქ უკვე ურთიერთგაგება მცირდება თქვენსა და ერგულიყო ადამიანებს შორის. პრომეტის პარტნიორთან მხრიდან, ხელმძღვანელთან მხრიდან თქვენი გარკვეული თავისუფლების შეკვეცის ტენდენცია მოიმატებს. რაც ცოტა გაგեղზიანებ თავისთავად, აქ კონკურენტული ბრძოლაც გაძლიერდება, უფრო დამოკიდებული ხდებით ერგულიყო ადამიანებზე და ამიტომ მოგიხდებათ ზოგიერთი გეგმის სერიოზული კორექტირება. ამიტომ მეორე ნახევარი ამ ხრივ გარკვეულ ასე ვთქვათ, ზოგჯერ არასასურველ კორექციებს შემოიტანს თქვენს გორობაში. ამიტომ პირველი ნახევარი მაქსიმალურად გამოიყენეთ. მორიელის ზოდიაქოს რაც შეეხება, აღნიშნოთ რომ პირველი ნახევარი კვირისა უკეთესია, აქ შესაძლებლობები წარმატებისა გაცილებით მეტია და აქ შეიძლება მეგობრული კონტაქტიც კარგი იყოს, რეალიზაცია იდეების, ფინანსური მდგომარეობაც გამოსწორდეს, მაგრამ მეორე ნახევარზე კვირის ამას ვეღარ ვიტყვით. 2 რიცხვიდან სირთულეები შეიძლება მეტად წარმოჩნდეს, იმიტომ რომ აქ პირობებში ჯანმრთელობა
ალბათობას მიაქცეთ ყურადღება, თქვენ შედიხართ მორეელებო ახლა დაბადების წინა პერიოდში. დაბადების წინა პერიოდი ის პერიოდია, როდესაც მზე სანამ შევა თქვენ ზოდიაქოში, მორიელში იქამდე გადის სწორედ წინა ნიშანს, ანუ სასწორს. და აქედან გამომდინარე, თქვენ უკვე ამ პერიოდიდან თქვენ იმუნიტეტი იწყებს რადიკალურად შემცირებას. ამიტომ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ ინფექციური დაავადება, ძალიან ადვილად შეიძლება შემოვიდეს. ახლა დაბალი იმუნიტეტის მქონე თქვენს ორგანიზმში, რთულდება აქ თვითრეალიზაცია, ფსიქოემოციური გაღიზიანება, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევრიდან უკვე თვალში საცემი გახდება და ამასთან ერთად ამუშავოთ, რომ თქვენ ხვდებით, რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანი გრანდიოზული განსაკუთრებული საქმეების შესრულება ტყუილობრივ ხარჯვა დროისა და ენერგიის არაფრის მომტანი არ არის, იმიტომ რეგულიანობა აშკარად მცირდება. და ამუშავოთ ისიც, რომ აქ უნდობლობა იჩენს მეტად თავს. როგორც თქვენი მხრიდან ირგვლივ ყოფილი ადამიანებსაც მათი მხრიდან. ამიტომ ამუშავება გამოიწვევს კამათი, შესაბამის დაშვების ალბათობაც მოიმატებს, ნუ ჩქარობთ რაიმე გადაწყვეტილებისას, სიტყვიერი გამოთქმისას ან მოქმედებისას, რათა შეცდომა არ დაუშვათ. ეს პერიოდი მეორე ნახევარი კვირისა გასძლევთ უკეთესია. დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის ან მაგალითად თუ მოგზაურებთ წმინდა ადგილებში. ეს კვირის მეორე ნახევარი და შემდეგი კვირაც ამ ხუთით ძალიან კარგი იქნება. და ძალიან შეცვლის თქვენს ენერგეტიკას სასიკეთოდ. და საქმეს რაც შეეხება მაქსიმალური სიფრთხილე, არავითარი გრანდიოზული სარისკო მოქმედებები და უკვე ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა. აუცილებელი პარამეტრები ამისთვის, რომ პერიოდი იყოს უფრო სტაბილური. მშვილდოსნის ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოტონუსს თქვენ არ უჩივით, მთელი კვირა ეს ნიშანი რაც დრო გადის, უფრო აქტიურდება, ენერგიული ხდება, კომუნიკაბილურობა, მატულობს, გონებამახვილობა, ენთუზიაზმი, ოპტიმიზმი, კი ბატონო, ლიდერული ორგანიზაციული ცნებები, ეს ყველაფერი გადასარევია, კარგია და განსაკუთრებით კარგად იმოქმედებს კვირის პირველ ნახევარში, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი გეგმების რეალიზაციას, კოლექტიურ ძალისხმევას და აქაც წარმატების მიღწევას. შეიძლება საკუთარი გუნდიც კი შექმნათ, ასე ვთქვათ. ამასთან ერთად მეორე ნახევარში აშკარად იგრძნობთ, რომ რაღაც დაძაბულობა მახვილდება თქვენს ირგვლივ. და აქ შეიძლება არაერთი გეგმა შეიცვალოს, კორექტირება მოითხოვოს. აქ ის პერიოდი, რომ სრულ საზოგადოებაში ცვლილებებით შეიძლება მოხდეს, მათ შორის მithumetes აქ უკვე უახლოვდებით არჩევნების პერიოდს, ამან შეიძლება გარკვეული ცვლილებები შემოიტანოს, რაც ასევე ნეგატიურ დახს დაასწროს ზოგიერთ თქვენს გეგმას, კორექციას შეიტანს მასში, კონკურენტული ბრძოლა მოიმატებს მეორე ნახევარში და ასევე მოშორნეების ტენდენცია თქვენს საწინააღმდეგოდ გაძლიერდება, რაც ითხოვს თქვენგან ცოტა მეტ ყურადღებას. აი პირველი ნახევარი კვირისა კარგია რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის, შეიძლება გარეგნობიდან დაწყებული თქვენი მეთოდოლოგიით საქმეები, დიდი რეფორმები შემოიტანო და ცვლილებები, რაც იქნება უდაოდ კარგი. მეორე ნახევარი ნაკლებ ეფექტურია სიახლეებისა და რეფორმებისათვის და ინტერნეტთან ურთიერთობა ითხოვს ასევე ყურადღებას ამ კვირაში. პირველ ნახევარში თუ ინტერნეტიდან იღებთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შეიძლება საინტერესო ადამიანების გაიცნოთ, მეორე ნახევარში იყავით თხილად. ორი რიცხვიდან ინტერნეტიდან შეიძლება მიიღოთ არასწორი ფეიკი, ან ისეთი ადამიანები გაიცნოთ, რომელიც მეორე ჯვარს გაცნობთ. ამიტომ იყავით ყურადღებით და თხილად მეორე ნახევარში განსაკუთრებით ინტერნეტ ინფორმაციის მიმართ. რაც შეეხება თხის რქას, თხის ქება უპირველეს ყოვლისა. ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა. ამიტომ შეიძლება უკვე იგნოთ, რომ ნელ-ნელა უფრო მეტად იღლებით. ანუ აღდგენა და ხარჯული ენერგიის ნელა ხდება. ამიტომ შრომის უნარიანობაც ეცემა. ძალიან ნუ გადაიღლებით, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში. პირველი ნახევარი კიდე შეიძლება დაუთმო, დაუშვა დრო ენერგიას, საქმეს, გასაკეთებელ აუცილებელ საქმეებს, ან დასრულებას საქმის, ან მოლაპარაკებებს და ასე შემდგომ. გარეული კუთხით, ბიზნესის კუთხით, კოლექტიური საზოგადოებრივი საქმიანობის კუთხით პირველი ნახევარი კარგია. დივიდენდების მომტანიც არის და თქვენს ავტორიტეტსაც ზრდის, მაგრამ მეორე ნახევარი კვირისა გაცილებით რთულია, იმიტომ რომ აქ ურთიერთწინააღმდეგობები ჩნდება თქვენსა და კოლეგებს შორის. კონფლიქტები შეიძლება წარმოიქმნას უკვე ხელმძღვანელებთან. აქ მოდი ამშვიდობთ, რომ აქ უკვე გექნებათ გარკვეული საქმეებში წინააღმდეგობები, პრობლემები, ბიუროკრატიული მათ შორის პრობლემები, რამაც შეიძლება შეცვალოს თქვენი გეგმები მათ შორის და ურთიერთგაგება რადგან მცირდება, აქ კომუნიკაციაც გაცილებით რთულდება. და ამ მხრივ იყო ცოტა ყურადღებით უკვე კვირის მეორე ნახევარში, რათა
თქვენი სიხის ტიდან სიჯულიდან გამომდინარე კიდევ დამატებითი პრობლემები არც არ მექნას. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, საკმაოდ საინტერესო პერიოდია მთელი კვირა, მაგრამ 7-ს ვერ უწოდებთ მის მეორე ნახევარს ნამდვილად. პირველი ნახევარი კი ბატონო. პირველი ნახევარი გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ შეიძლება ახალი საინტერესო იდეები წარმოიქმნას, მატერიალიზაციაც შეეძლოთ, უფრო მეტი ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობა, მოგზაურობისთვის, უცხოეთთან აქტიური კონტაქტებისთვის, უცხოეთში მივლინება, უცხოელებთან ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება გახორციელდეს, უცხოეთში სწავლაც იქნება მეტად ეფექტური. ენერგოტომუსი ნელ-ნელა უმჯობესდება თქვენი. გვალებამახვილობა ძლიერდება. ამიტომ ფრეად საინტერესო პიროვნება ხდებით ბევრისთვის, ინტუიცია ძლიერდება, რომელიც კი ეხმარება სწორი არჩევნების გაკეთებაში, მაგრამ მეორე ნახევარი კვირისა გავიაროთ ხილად. რატომ? იმიტომ რომ აქ პროფესიონალური კუთხე შეიძლება ეს პროფესიონალური კუთხე აბსოლუტურად გაიყინოს და ვერ მიხვდებით რატო. ცვლილებები, რომელიც სამყაროში ხდება და საზოგადოებაში ასევე ნეგატიურ დახსასვას თქვენს პროფესიონალურ განვითარებას და ამასთან ერთად საქმეში შეიძლება ამიტომ რაღაც ქაოსმა შეიძლება დაისადგუროს. გარკვეული შედეგების მიღწევა იქნება გაცილებით რთული კვირის მეორე ნახევარში. აი ესეც გავითვალისწინო და რაც შეეხება თევზებს, თევზებო ერგოტონუსი ნელ-ნელა ამ კვირიდან უკვე თქვენი ეცემა პროადვილად იღებთ შრომის უნარენობა კლებულობს, ემოციური გაღიზიანება მატულობს და შეიძლება აღმოჩნდეთ ასევე თქვენს გარკვეულწილად კრიტიკის წინაშე. გაუგებრობები იმას შორის ირგვლივ ადამიანებთან მოიმატებენ. ეს პერიოდი ამიტომ არ ვარ გამგზავრობა, მოგზაურობის კუთხე და განსაკუთრებული სიფრთხილეს საჭესთან. მათ შორის მივლინება განსაკუთრებით უცხოეთში არ იქნება ახლა სასრული, აქ შეიძლება 1000 პრობლემას გადაეღაროთ. და აღნიშნოთ ისიც რომ შეიძლება არასწორად აღმოჩნდეთ რომ კვირის მეორე ნახევარში არასწორად არის გაფორმებული ესა თუ ის საბუთი. ან შეიძლება საბუთი საერთოდ დაიკარგოს ვერ იპოვოთ. აი ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა სახის რთულებმა შეიძლება ეჩინონ თავი. მეორე ნახევარი რას უწყობს ხელს? თუ პირველ ნახევარში შეგიძლიათ კიდევ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები შეასრულოთ და რაღაც იდეების განახორციელოთ, მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით ნიჭს უნარს, შემოქმედებით მუშაობას, შვილებთან ურთიერთობებს და დაუშვათ თუ გაქვთ ვარჯიშის საშუალება და სპორტთან გაქვთ კონტაქტი. აი ეს გასულებით უფრო კარგი იქნება მეორე ნახევარში. ვიდრე რაღაც სხვა ბიზნეს საქმიანობა და აშენქო. ეს მოკლე ინფორმაცია 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის ამ კვირის განმავლობაში და ეხლა უკვე დარჩენ თემები, რომელიც ხება ცალკეული დღეების პერსპექტივას. აი ხვალინდელი დღე 29 სექტემბერია, გეომაგნიტური დღეა, ამიტომ გეომაგნიტური გვექნება სხვაშორის ზედიზედ 3 დღე. ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი, ანუ 29-30 სექტემბერი და ასევე 1 ოქტომბრის დღე. ამიტომ როცა 3 დღე გვაქვს ზედიზედ, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. განსაკუთრებით გულსიზარღვოვანი სისტემის მიმართ. თუ მოხუცები გყავთ, მით თუ მეტ ეს მოხუცები მძიმედ იტანენ ზედიზედ რამდენიმე გეომაგნიტურ დღეს, რომელიც ერთმანეთზეა მიწყობილი. და რა უნდა ვქნათ ამ დღეებში, ესე იგი ამ 3 დღის განმავლობაში თუ რაღაც დისკომფორტი იგრძენით, თავის ტკივილი და შენგო, აუცილებლად წნევას ყურადღება. იმიტომ რომ წნევის ცვალებადობა ესე დღეებში განსაკუთრებით გზნობიარი ადამიანებზე ძალიან მოქმედებს. მეტეო დამოკიდებელ ადამიანებზე განსაკუთრებით მოქმედებს. ამიტომ შესაბამისი პროფილაქტიკა ან ყავით, ან წამლებით აუცილებელია რომ მოიყვანოთ ეს ტრიქში წნევა და გაცილებით უკეთ იგრძნოთ თავი. ხვალ პარტნიორ ურთიერთობებში მოსაოდნელია შეცდომების დაშვება განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. სამაგერად ეფექტურია ხვალ სასუნთქის სისტემის, კუჭის, მკერდის კურნალობა, კანის ფრხილების მოვლა, ასევე მოვარიდოთ ხვალ ტატუს, მანუალურ მასაჟს, ფინანსურ ოპერაციებს და ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობებს. აქ შეიძლება სიტუაცია უცებ დაიჯაბოს. აღნიშნოთ ასევე ისიც, რომ სამაგერად ხვალინდელი დღე კარგია მავნეჩვევებისგან განთავისუფლებისთვის, მათ შორის თამბაქოს წვეულებსაც ეს ეხება. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტება, ღვიძლი, ნავლის ბუშტი, მუხლები, სახსრები, ხერხემალი, ეს ზონები ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ხვალინდელი დღე ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 30 რიცხვს უკვე სექტემბრის, ეს არის სამშაბათი დღე, ეს გეომაგნიტურია ეცით და იყავით ყურადღებით, იმიტომ რომ ახლოვდება კონფლიქტი ხელმძღვანელ პირებთან. მეტი მოძრავეთ სამშაბათს არ ვარ გათმების და ფრჩხილების შეჭრა, სამშაბათს თხილის, თაფლის და სხვა ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღება და აღნიშნეთ რომ ძვლები, სახსრები და კანი სამშაბათს და ოთხშაბათს შეიძლება აი ამ ზონამ მეტად შეაწუხოს ორგანიზმისა ვერძის, კირჩხიბის და თხისკას ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულები. ამიტომ ამ მხრივ სამშაბათი, ოთხშაბათი ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას. თუმცა სამშაბათი კარგია იმისთვის, რომ შეიტანოთ სიახლეები საკუთარ
მკვდარ გეგმებში. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, ძლოვანი სისტემა, სასწრები, მუხლები, კანი, ხერხები. ოპერაციების ჩატარება ამორგანიზებების სასურველი არ არის, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა და სამშაბათი ასევე ხელს შეუწყობს მავნე ჩვევებისგან უფრო ადვილად განთავისუფლებას. ყველაზე კარგია სამშაბათი 30 რიცხვი, კერჩხების და თხისქა ზოდიაქოს ნიშნით დავადებულთათვის. შეგახსენებ და პირველი რიცხვია უკვე ოქტომბრისა 4 შაბათი. აქ რაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, დღე გეომაგნიტურია იცით, იმიტომ რომ ზედიზე 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 3 დღე გეომაგნიტურია და ასევე 4 შაბათს, ანუ პირველში მივაქციოთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს. იგი იწყებს ამოქმედებას საღამოს 19 საათიდან 35 წუთიდან და გასტანს 23 საათამდე 55 წუთამდე. ამ პერიოდში ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში, შეიძლება გახდეს მიზეზი არასასრული ტრავმებისა და ავარიებისა. ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე 19 საათიდან მიმარებ 35 წუთიდან 23 საათამდე 55 წუთამდე განსაკუთრებული სიფრთხილე ქვეითად მოსაუბრლებს და მძღოლებს. და პირველში 4 შაბათს მაღალია მნიშვნელოვანი თქვენთვის ადამიანთან განშორების ალბათობა, არაუცილებლობა, მაგრამ ალბათობა. გაჩნდება ასევე პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის სურვილი ზოგიერთ ადამიანში. მაღალი აქცენტუნებების, ილუზიების, მოტყუების ალბათობა. პარტნიორული ურთიერთობა ითხოვს სრულ გულახდილობას. ამავდროულად აღნიშნეთ, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებს და ასევე აღნიშნეთ, რომ ამ პერიოდში კარგი იქნება თუ საგვიბრაციონში არ შევიტან თაფლს დავუშვათ იგივე შოკოლადს და სხვა ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. საგვიბრაციონში კარგი იქნება უფრო მეტად შაბათს ზღვის პროდუქტების გამოყენება. და აღნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანის არე. ოპერაციების ჩატარება ორგანიზმის მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. 4 შაბათიც ძალიან კარგია მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისათვის და ამ პროცესს უწყობს იგი ხელს თავისი ენერგიებით. კარგია 4 შაბათი კუროს და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 2 ოქტომბერს 5 შაბათი დღეა, ეცადეთ შეასრულოთ თქვენი დაპირება აუცილებლად ამ დღეს მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას. მოსავალნელი აქ ახალი ნაცნობობა. ეფექტურია გულსიზარღვანი სისტემის კორნალობა. საკვებრაციონში მეტად შეიტანეთ ჭლე, ხორცი, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტები, რაც გააძლიერებს რადიკალურად ორგანიზმის იმუნიტეტს. და აღნიშნოთ, რომ აქ დიდხანს ნუგადაღლით თვალებს. თვალების მუშაობა ამ შემთხვევაში დიდხანს არ უნდა გრძელდებოდეს, მით უმეტეს ცუდ სინათლეზე. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული სისტემა, სწორედ თვალების ზონა და ვენები. ამიტომ ჯობია ფეხზე დიდხანს არ იდგეთ, ჯობია იაროთ, ვიდრე იდგეთ. ყველაზე კარგია 5 შაბათი ვერძის, ტყუპების და ასევე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დავადებულთათვის. პარასკევს რაც შეეხება, ეს უკვე 3 ოქტომბერია. იყავით ყურადღებით, რათა გაურკვეველ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ რისი ალბათობა აქ მაღალია. მოემატებს ადამიანებში სიცოცხლის უნარიანობა. კომუნიკაცია კი უფრო პოზიტიური და ნაყოფიერი იქნება. სამყარო ამოწმებს პარასკევს თქვენს მიზნებსა და გეგმებს სიმტკიცეზე. სიმთვრალე გმართებ ჭრელს საგნებთან მიმართებაში. პარტნიორულ ურთიერთობებში ნუ დაეყრდნობით ილუზიებს, არამედ მხოლოდ რეალურ ფაქტებს. და აქაც ნუ გადაღლით ზედმეტად თვალებს. ყური დაუგდეთ უფროსი თაობის, კალპოტონების, მათ შორის დედების რჩევებს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა პარასკევს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე ლომის, სასწორის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის, შედარებით დაძაბულია იგი კუროს, კერჩხების და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. და 4 რიცხვი ეს არის შაბათი დღე, აქ ჩვენ გვაქვს გეომაგნიტური ეს დღე გაითვალისწინეთ, ამიტომ გეომაგნიტური ენერგიები ამ დღის სამეთ პრობლემებს უქმნიან ადამიანის გულსიზარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილებისა, უგონებობისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. ამიტომ შაბათს თუ რაღაც დისკომფორტი იგრძენით, წნევას მიაქციეთ ყურადღება და შესაბამისი პროფილაქტიკით, ან ყავით, ან წამლებით მოიყვანეთ იგი წესრიგში, რატო უკეთ იგრძნოთ თავი. და ღამის საათები ითხოვენ ყურადღებას. მიმართულება დაკარგული მთვარის, ან უკურსო მთვარის, როგორც სხვანაირად ჩვენ ვამბობთ, პერიოდი დგება ღამის პირველი საათიდან დილის 6 საათამდე 10 წუთამდე. ამიტომ ეს ღამის საათები მძღოლებს, ქვეითად მოსაუბრლებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ითხოვს მათგან და ვინც საერთოდ ღამის სმენაში მუშაობს.
მოვერიდოთ შაბათს ხელმოწერას მნიშვნელოვან საბუთებისა. აქ შესაბამის დაშვების ალბათობა მაღალია და განსაკუთრებული ყურადღება ნებისმიერი საქმიანობისას აუცილებელია. აკონტროლეთ თქვენი ემოციები და ნუ ჩქარობთ. არაადეკვატური რეაქციები მეტად ამ დღეებში, ანუ შაბათს და კვირას შეიძლება გამოავლინოთ ლომის, კუროს, მორიელის, მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებმა და ამიტომ ვიყავით ყურადღებით, აქ მით უმეტეს დაანაკონტროლეთ თქვენი სიტყვები და მოქმედებები და ამავდროულად ზედმეტად ნუ იწუწუნებთ. და აღნიშნოთ, რომ გადაჭარბებული მნიშვნელობა პრობლემებს შეუქმნის პარტნიორულ ურთიერთობებს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ტერფების ზონა, ლიმფური სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან ურთიერთობაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა 4 ოქტომბერს შაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია შაბათი ქალწულის, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. და შეეხება კვირა დღეს, აქ კარგია ეს დღე მგზავრობა-მოგზაურობისთვის, გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისათვის. ზედმეტ რომანებზე დროს და ენერგიას ნუ დახარჯოთ. პარტნიორულ ურთიერთობებში მეტად დაერგდანით მოთმინებას, ტაქტს, სიმშვიდეს. და აღნიშნოთ, რომ დააკონტროლოთ საკვების და სასმელის ხარისხი. საკვირაციაში მეტად შეიტანეთ ბოსტნეული და ნაკლებცხიმიანი თევზი, ასევე ლიმონი. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შემდეგ კვირას ნერვული, ლიმფური სისტემები, ტერფები, ძვლოვანი სისტემა. პოზიტიური დღე კუროს, კირჩხიბის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს ცალკეული დღეების პერსპექტივა შემდეგ კვირისა და ეხლა ვისაც განზრახული თმების შეჭრა, მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ ძალიან ბევრი დღეები გვაქვს კარგი თმების შეჭრის თვალსაზრისით. მაგალითად, ხვალინდელი დღე 29 რიცხვი, გადასარევია 30-იც მშვენიერიან, ორშაბათი, სამშაბათი, შემდგომ ასევე 4 შაბათი, 5 შაბათი, 1 და 2 ოქტომბერი და შემდგომ კიდევ 5 ოქტომბრის დღე. ანუ 5 დღე გვაქვს 29, ვიმეორებ 30 სექტემბერი, 1, 2 და 5 ოქტომბრის დღეები. ყველა ეს დღე თმის შეჭრისთვის არის ძალიან კარგი. ვინც ფინანსებთან და ბიზნესთან არის დაკავშირებული, აი მათ საყურადღებო მინდა აღნიშნო, რომ პერიოდი აი ამ კვირისა, უბრალოდ სკოლისა გვამსტობს, რომ ზედმეტ დანახარს ფინანსურს უნდა მოერიდოთ. რაც გაქვთ, იქიდან უნდა გამოხვიდეთ, მათ შორის ხარჯვის კუთხით. და ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, საქმიან პარტნიორთა ურთიერთობების დროს მეტი დელიკატურობა და დიპლომატიურობა გმართოთ, მათ შორის მოლაპარაკებების დროსაც. მაშინ იქნებით უფრო მეტად წარმატებული. რაც შეეხება მგზავრობას, მოგზაურობას, მოდი აღნიშნოთ ასე, რომ კარგი იქნება თუ აქ მოვერიდებით მთიან ზონასთან ურთიერთობებს, ან დაუშვათ ისეთ ზონებს, სადაც დაუშვათ რაღაცა მდინარეებია და წყლის, ასე ვთქვათ, სტიქია, იმიტომ რომ რაღაც სტიქიების წარმოქმნის ტენდენცია მოულოდნელი მაღალია. და აქ როგორ ცოტა ყურადღები და არ აღმოჩნდეთ სახიფათო სიტუაციებში. რაც შეეხება მგზავრობა-მოგზაურობას, აქ უპირველეს ყოვლისა მოწამვლის ალბათობა მაღალია, ამიტომ რაღაც საეჭვო ადგილებში და საეჭვო კაფეებში და რესტორნებში ნუ ისადილებთ. რათა აქ ხარისხი არ იყოს, თქო, საეჭვო საკვებისა, ალკოჰოლ სასმელებისგან რაც შეიძლება შორს, ამასაც მიაქციოთ ყურადღება. და ამ ხრივ გავითვალისწინოთ ეს ნეგატიური ტენდენციები, რომელიც მგზავრობასთან ერთად შეიძლება იყოს დაკავშირებული. რაც შეეხება სასკოლო პარტნიორულ ურთიერთობებს, მოდი აღნიშნოთ, რომ შეიძლება მაგალითად რაღაცა წინადადება როს პარტნიორისგან წამოვან ახალი ნაცნობისგან შეიძლება რაღაც საეჭვოდ მოგეჩვენოთ. ამის ტენდენცია არის. მაგრამ ნუ ჩქარობთ, დაუშვათ, შეიძლება ეს წინადადება იყოს სერიოზულიც, მაგრამ მაინც ნუ ეთქვი ჯერ ნუ სხოს და ნუ წარას. მოდი ასე ვთქვათ, ხო? ჯობია ჯერ კარგად გაიაზროთ, დაწონოთ ყველაფერი, რათა მერე რაღაც სახის ესეთი ან ხუთი ან არათი შეცდომა არ დაუშვათ. აქ მაინც ჯობია უფრო დააგვირდეთ მოვლენების შემდგომ განვითარებას. ვისაც აქ განზრახული კორნალობის დაწყება, მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ კარგია კორნალობის დაწყება, სხვათა დღეს, დღევანდელი დღეც კიდე არის დარჩენილი საათები, თუ აპირებთ, დღესაც შეგეძლიათ დაიწყოთ. კარგია 4 და 5 ოქტომბრის დღეები. არ ვარგა 30 სექტემბრის დღე. რაც შეეხება სამსახურის შეცვლას 1, 2, 4 და 5 ოქტომბრის დღეები ამისთვის კარგია, არ ვარგა ხვალინდელი დღე 29 და ზეგინდელი 30 სექტემბრის დღეები. ამ კუთხით, ნუ უფრო 30 სექტემბერი, მოდი ასე ვთქვათ. 29-ს კიდე არ აუშვებს მეტაგლებად. ხელშეკრულებების დასადებად კარგია 1 რიცხვი, 3 ოქტომბერი და 5 ოქტომბრის დღეები. და ცუდი დღე არც ერთი არ აქვს. დარჩენ ნეიტრალური დღეებია. ქორწინებისთვის ყველაზე კარგია 2, 3, 5 ოქტომბრის დღეები, არ ვარგა 29 და 30 სექტემბრის დღეები.
ბინის ყიდვა გაყიდვისთვის ახალ ბინაში გადასვლისთვის ყველაზე კარგია პირველი 4-5 ოქტომბრის დღეები და არ ვარგა ხვალინდელი და ზეგინდელი დღეები 29 და 30 სექტემბრის დღეები. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგია პირველი 2-5 ოქტომბრის დღეები და არ ვარგა ხვალ და ზეგ. ანუ ორშაბათი სამშაბათი. რაც შეეხება სხვილ საყიდლებს ყველაზე კარგია 3 და 5 ოქტომბრის დღეები და არ ვარგა 29 სექტემბრის დღე ამ კუთხით. რაც შეეხება სასამართლო პროცესების დაწყებას ყველაზე კარგია 2-3-5 ოქტომბრის დღეები და არ ვარგა ისევ 29 და 30 სექტემბრის დღეები. აი დარჩენ დღეებში ასე ვთქვათ ნეიტრალურია სიტუაცია. ეხლა აღნიშნოთ რომ ამავდროულად ვისაც აქვს ესე იგი განზრახული ურთიერთობა და ვისაც ამის მიმართ სერიოზული მიდგომა აქვს მივესალმები მათ და გულისხმება საფინანსო რიტუალები. ესე იგი ამ მოქმედებებით თქვენ შეგიძლიათ მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი ენერგია, განეზიდოთ. და კონკრეტულად რა მოქმედებებით ხდება ეს. მაგალითად, ვისაც ხვალ ვინც შეძლებს შეძენას საათისა მოიზიდოს ფინანსურ ეგრეგორ სამით, მაგრამ ხვალ არ ვარგა ფულის ვალში გაცემა აღება. და კრედიტის გაფორმება. ზეგ 30-ში კარგია სარკის შეძენა, მაგრამ არ ვარგა საიუველირო ნივთების შეძენა. რაც შეეხება 1 ოქტომბერს, აქ 4 შაბათს კარგია სწორედ ფულის ვალში აღება ან გაცემა და კრედიტის გაფორმება. ამის მხრივ 1 ოქტომბერია კარგი და არ ვარგა სამაგეროდ პირველში ვალის დაბრუნება და ინვესტიციების გაკეთება. 2 ოქტომბერს 5 შაბათს კარგია კაპიტალ დაბადება, უნდა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული, საათის შეძენა. 3 ოქტომბერს ასევე მოვერიდოთ ვალის დაბრუნება, სამაგეროდ კარგი აქვს ლომბარდში ძვირფასეულობის ჩადება. 4 ოქტომბერს კარგია საათის შეძენა, მაგრამ არ ვარგა სხვის საფულეში ჩახედვა, თქვენი საფულედან წავა შემდგომ თანხები. 5 ოქტომბერს შემდეგ კვირას კარგია ინვესტიციების გაკეთება, მაგრამ არ ვარგა საკუთარი ფულის გადაცვლა. იმიტომ რომ მე უფრო მეტი წავა, ასე ვთქვათ, თქვენი საფულედან და დანაკარგი ექნება ამას. რაც შეეხება ახლა უკვე ანგელოზის საათს, ესეც იცით ის დროა, რომლის მეუბნისას ასე ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს პარվել ანგელოს და რას გვიძლია ეს მიმართვა ექნება გაგონილი, მაგრამ შესრულდება თუ არა ეს დამოკიდებული იმაზე, რამდენად თქვენ ამას იმსახურებთ, რამდენად თქვენი ცხოვრებით თქვენ გეძლევათ საშუალება, რომ მიიღოთ გარკვეული კოსმიური საჩუქრები. აი ამ კუთხით მიუდგეთ ამ საკითხს და როდის გვაქვს ანგელოზის საათი, ამ შემთხვევაში რას გვამცნობს, რომ ანგელოზის საათი გვეუბნება, რომ მაგალითად 29-ში ხვალ იგი იწყება დილის 8 საათზე 40 წუთზე, გასტანს დილის 9 საათამდე 34 წუთამდე. ამ პერიოდში შეგიძლიათ მიმართოთ მას. შემდეგ უკვე 30-ში 13 საათიდან 15 წუთიდან 14 საათამდე 7 წუთამდე. შემდგომ უკვე აღნიშნოთ 1 ოქტომბერი, აქ უკვე 19 საათიდან 20 საათამდე საამოს გვაქვს. ამის შემდგომ უკვე აღნიშნოთ ისეთი დღეები, როგორც არის მაგალითად 1 რიგში 2 ოქტომბრის დღე. 2 ოქტომბერს რა ხდება? 2 ოქტომბერს უბრალოდ სკოლისა 15 საათიდან 15 წუთიდან 16 საათამდე 3 წუთამდე გასტანს იგი. 3 ოქტომბერს დილის 7 საათიდან 55 წუთიდან დილის 8 საათამდე 51 წუთამდე. 4 ოქტომბერს უკვე შაბათს 11 საათიდან, ნუ დილის ან დღის როგორც გენებოთ, 16 წუთიდან 12 საათამდე 2 წუთამდე გასტანს იგი და უკვე კვირას 5-ში 17 საათიდან 20 წუთიდან 18 საათამდე 15 წუთამდე. ან ჩვენი გადაცემის დასრულების შემდგომ. აი ეს არის ანგელოზის დრო და იმედია რომ თქვენ ამასაც გამოიყენებთ. ყურადღებით მიუდგებით ამ საკითხს. ეხლა რადგან მზემ გადაინაცვლა შემოკარგებო სასწორი ზოდიაქოს ნიშანში და 23 ოქტომბრამდე იქნება სასწორი ზოდიაქოს ნიშანში, ამასთან დაკავშირებით და იქ არა მარტო მზე, არამედ პლანეტა მერკურის გონების მმართველი პლანეტაც სასწორშია, ეხლა ორმაგიზე გავლენა აქვს. ამიტომ ეხლა მოდით ნახოთ. აი ეს პერიოდი 23 ოქტომბრამდე საერთო ჯამში რა სიტყობს და რას გვიქადის ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეხება ეს თემა. ნუ მაგალითად აღნიშნოთ რომ
რადგან ზე სასწორია, სასწორი რა არის? სასწორი არის წონასწორობა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ერთად ჩვენ მაგალითად ადამიანის წლების მიხედვით ვიხილავთ ზოდიაქალურ წრეს, იქ ყოველთვის ვამბობთ, რომ სასწორი ეს არის პერიოდი, რომელიც უკავშირდება 42-59 წლის მონაკვეთს. ანუ 50-ს რო ვახლოვდებით, ხო? თითქმის ნახევარი ცხოვრება ჩავთვალოთ, რომ აი აქ უკვე გადის და აქ რა უნდა მოხდეს? ყველა ადამიანმა უნდა მიაღწიოს წონასწორობას. საოჯახო იქნება, ფსიქოემოციური იქნება, ბიზნესი იქნება, შემოქმედება არ აქვს მნიშვნელობა. აქ უნდა გაწონასწორდეთ, დაალაგდეთ რო იყვიან, ხო? და თუ ადამიანი ამას ამ წლებში ვერ ახერხებს, ესე იგი ის არასწორად ცხოვრობს. და მე უკვე მიიღებს კოსმიურ დარტყმებს და პრობლემებს. ამ პერიოდში თქვენი გაწონასწორება ეთხოვს ასევე რას, რომ სასწორებით იყოთ მშვიდობიანი, პრობლემები სახლია თუ სამსახურში წონასწორობიდან გამომდინარე მოაგვაროთ მშვიდობიანად, დელიკატურად, დიპლომატიურად, კომპრომისების მიღწევით და სამართლიანად. აი თუ ადამიანი ამას ახერხებს, მეტომეტეს უკვე ამ წლებში ან ამ წლების გავლის შედეგად, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის მიდის სწორ გზით. და უკვე წარმატების ფაქტორი მას ერთიორად მოემატება. მაგრამ თუ ეს არ ხდება თქვენს ცხოვრებაში და ესეთი არ ახართ ამ პერიოდში, მაშინ რასაკვირველია დაძაბულობა და სირთულეები მოემატებენ. ეხლა რაც შეეხება ასევე ამ პერიოდს, ამ პერიოდშიც ეს მოთხოვნები გვაქვს სამყაროდან, კოსმოსიდან, მაგრამ ეხლა კიდევ დამატებითი კიდევ რა შეიძლება მოხდეს 23 ოქტომბრამდე. პირველ რიგში აუცილებელია ის, რომ სამუშაო, ასე ვთქვათ, ენერგია გქონდეს სათანადო დონეზე სამუშაო განწყობა. იმიტომ რომ აქ სამყარო მაქსიმალურად დაგეხმარებათ ამბიციების დაკმაყოფილებაში. თუმცა სწრაფ კარიერულ, ასე ვთქვათ, წინსვლაზე, ამის იმედი მაინც ნუ გექნებათ. აქ საჭიროა ფუნდამენტური მუშაობა, ურადღების გამოვლენა, მათ შორის დეტალების მიმართ, პუნქტუალურობის გამოვლენა, სკრუპულოზური მუშაობა, აი მაშინ უკან ნელ-ნელა ადიხართ, ასე ვთქვათ, კარიერული კუთხით ზევით და არა უცებ, მოდი ესე ვთქვათ. რაც შეეხება ხელმძღვანელებს, მოდი ასე ვთქვათ, ხელმძღვანელები ძირითადად სწორედ ხაზს დაუჭერენ იმ ადამიანებს, ვინც ახლა შრომისმარიან და ცდილობს, რომ თავისი შრომით მიაღწიოს წინსვლას და განვითარებას. მაგრამ ესეთი ადამიანები, რომელსაც ეჩქარება და ცხადია უნდათ უცებ რაღაცის მიღწევა, აი ხელმძღვანელები მათ მიმართაც კი ნაკლებად კეთილშობილები იქნებიან. ეხლა ავნიშნოთ ისიც, რომ ზედმეტ ხარჯს ფინანსურს აუცილებლად უნდა მოუკლოთ, იმიტომ რომ ზედმეტი ხარჯი აქ გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს. იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, ფული აქ ესე ადვილად არ მოდის. ხოლო შრომით, ნებისყოფით, მოთმენებით, შეუპოვრობით, შრომისუნარიანობით კი მოდის, მაგრამ თქვენ თუ უცებ დახარჯავთ დაცებით, გაჩერდებით ნულოვან, ასე ვთქვათ, წერტილთან და ასე ვთქვათ, სწორი ეკონომიური ხარჯვაც ზომიერი იყოს მათ შორის გართობასაც კი ბატონო, მაგრამ გადამეტებული არ უნდა იყოს. ამაზე მხოლოდ საუბარი, ამას ითხოვს სამყარო ჩვენგან. კოლეგიალურ ურთიერთობებს რაც შეეხება კონსენსუსი საკმაოდ მაღალია, ხოლო პარლამენტები აქ ნაკლებად აქტიურდებიან, მოდი ასე ვთქვათ, ამის პერიოდი მერე მოვა, როცა მზე გადავა მორიელში, ეხლა მათ არ ცალიათ ჩვენთვის, მოდი ასე ვთქვათ, ამიტომ ზედმეტ ინტრიგებს, ჭორებს, ამდაგვარ რაღაცებს ნაკლებად ექნება, ასე ვთქვათ, ადგილი, ხოლო რაც შეეხება მეგობრებს, აქ აბსოლუტური ურთიერთგაგებაა, რაც ძალიან კარგია და პოზიტიური მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ერთობლივად შეიძლება ზოგიერთ მეგობართან ერთობლივი პროექტიც კი განხორციელდეს ამ პერიოდში, რომელიც საკმაოდ კარგი იქნება. რაც შეეხება საოჯახო ურთიერთობებს, აქაც შეიძლება ურთიერთობა იყოს კარგი, დალაგებული, სტაბილური, მათ შორის შვილებთან, უფროსთაობასთან და ასე შემდგომ. თავარია რა, რომ აქ არ ქონდეს ადგილი ღალატს. თუ ადგილი აქვს ღალატს და რაღაც საეჭვო ოჯახს მიღმა ურთიერთობებს, აი ამან შეიძლება პრობლემები შექმნას, მაგრამ რატო უსვახლა ამას ხაზს განსაკუთრებით? აი აქ ექნება ძალიან ბევრი ცნებები ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ურადღებით იყავით, რომ ამ ცნებებს არ აყვეთ და მერე ამას არ მოყვეს სერიოზული პრობლემები. კიდევ ერთხელ მინდა ესეც აღვნიშნოთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ხა სერიოზული პრობლემები მოსაოდნელი ამ პერიოდში 23 ოქტომბრამდე არ არის, თუმცა ხა სეზონური, დაუშვათ ქრონიკული დაავადებების გამძაფრება, დაუშვათ ამინდის ცვალებადობასთან ერთად ან გაცივების ტენდენცია კი ეს არის. ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ გარკვეული პროფილაქტიკა ჯანმრთელობის არ ექნება ცუდი. გავითვალისწინოთ, რომ ცოტა მომატებულია რა მოწამვლის ტენდენცია, როგორც ალკოჰოლური, ასევე საკვები მოწამვლის ტენდენცია. ამიტომ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება 23 ოქტომბრამდე ხარისხს საკვები პროდუქტებისა და ვეცადოთ, რომ ამ პერიოდში
ნაკლები ურთიერთობა გქონდეს ალერგიის გამოწვეულ პროდუქტებთან. Ყველაზე კარგია თქვენ სახლში დასავლეთი მხარე თქვენი ოთახისა. რაც მეტად იქნებით ამ ზონაში 23 რიცხვამდე, მით მეტად სასკეთო ენერგია მოდის თქვენდამი და ეს უფრო მეტად გაუმჯობესებს თქვენ გუნებაგანწყობასაც, ჯანმრთელობასაც და წარმატების შესაძლებლობებსაც. Სხვა შორის ძალიან კარგი იქნება სუნთქვეთი ვარჯიშების ჩატარება. სირბილიც მისაღებია, სიარულიც მისაღებია, აი როლიკები გინდათ, ველოსიპედი გინდათ გამოიყენოთ, კი ბატონო, ძალიან კარგია. ფეხით სიარული ხო თავისთავად გადასარევია. აქ თვალსაზრისით ესე იგი ეს მაქსიმალურად კარგია და ხა თუ გარეთ შეძლებთ ხო კარგი თუ არა და სახლში მაინც რამდენად შეძლებთ ვარჯიშს მით მეტად იქნება ძალიან კარგი და განსაკუთრებით სუნთქვეთი ვარჯიშების ჩატარება. აუცილებლად გაანიავეთ თქვენი ასე ვთქვათ ოთახი. ამასაც ძალიან მნიშვნელოვანია ძილის წინაც რო იყოს განიავებული ეს ხელში შეუწყობს 7 ძილს და ესე ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. და ამავდროულად რას უნდა გავფრთხილდეთ განსაკუთრებით. გავფრთხილდით ესე იგი ჯანმრთელობის პროექციიდან თირკმელები არ გაეციოთ და ცოტა ფრთხილად გაზიან ცივსასმელებთან, იმიტომ რომ ყელის და ბრონქების გაცივების ტენდენცია მაღალი. ამ მხრივ იყოთ ცოტა ყურადღებით. რაც შეეხება საკვებს, მაგალითად მოვერიდოთ მაქსიმალურად ფრინველის ხორცს. არ ვარგა, ასევე კაკალი და მზესუმზი და აკაც არ ვარგა, ზედმეტი ცომეული. მაქსიმალურად მოვერიდოთ. აუნიშნოთ ისიც რომ არ არის ხა სასურველი ლიმონი, ამის დრომბობა 23 რიცხვის მერე და მისი გამოყენება და მჟავე კომპოსტო. ესეც არ ვარგა. ეხლა ჯანმრთელობისთვის ეს ნაკლებად კარგი საკვებია და უფრო სირთულეებს შექმნის მეტად. სამაგერო ზღვის პროდუქტები კი ბატონო. ეს იქნება კარგი. სხვა სახის ხორცეული კი ბატონო მისაღებია და აჯიკა გამოიყენეთ კი ბატონო. აი ამ ფორმითაც კი ეს ძალიან კარგია. ვისაც მგზავრობა მოგზაურობა და განსაკუთრებით თუ ევროპა ინტერესებს, ნუ მოდი ამშვით რომ ფრთხილად იყავით დანიასთან და ნორვეგიასთან. აი ეს ორი ქვეყანა 23 რიცხვამდე არ არის სასურველი და შეიძლება პრობლემები შექმნას. დანარჩენ ზონებში, რეგიონებში არ იქნება ცუდი ურთიერთობა მათთან. ეს ზოგადი ტენდენციები, რომელიც დაკავშირებულია მზის შესვლასთან 23 რიცხვამდე ოქტომბრისა სასწორი ზოდიაქოს ნიშანში და რა მოთხოვნები აქვს, რაც ქვია სასწორს თქვენ ეს უკვე იცით. აქედან გამომდინარე, მოდით აღვნიშნოთ, რომ ესე იგი შემდეგი კვირა, კიდევ ერთხელ რეზუმე რო გავაკეთოთ, ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ 2 ოქტომბრამდე პერიოდი კარგია, მაქსიმალურად აქტიურად, 2-ის მერე სირთულეები გაცილებით მეტად მოიმატებენ და ცოტა მეტი სიფრთხილე წინდახედულობა გმართებთ 12-ვე ზოდიაქოს, რომ ამ სირთულეების მიმართ ვიყოთ უფრო ფრთხილები და უფრო წინდახედულები. რეალურად ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა ამით შემდეგ კვირას ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ისევ ტელეკომპანია კავკასია ეთერში ხვალდილი 11 საათზე ნახავთ ამ გადაცემას განმეორებით და იმედია დაიდება YouTube-ზე და Facebook-ზე და კიდევ ერთხელ მოგეცემოთ ამ ინფორმაციის მოსმენა, ასევე ხვალდილი ჩვენ ტრადიციულად შევხვდებით დილის ეთერში 15 წუთი 8 კლია 900 ტელეკომპანია იმედისა 10 წუთზე დილით მერე გადავისწრებთ რადიო ემეთში და დილის 10 საათზე პოსტივის დილის გადაცემას შევხვდებით. ასევე პარასკევს ციცით რომ ჩვენ დილის 9-ის 15 წუთზე ხვდებით ერთმანეთს რუსთავი 2-ის დილის გადაცემაში. ასევე ხუთშაბათს პოსტივის დილის გადაცემაში 9 საათზე დილით და ასევე რადიო ფორტუნა ყოველ დილით გავწვით ინფორმაციას ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ სამჯერ დილაობით ტრადიციულად როგორც მთელი კვირის ასევე ცალკეული დღეების და სავალდასავალი ორშაბათის და ჟურნალი თბილისელები ასევე გავწვით ჩემს მიერ მომზადებულ ინფორმაციას, სადაც იქნებით ასტროლოგიური პროგნოზით გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. ამ ინფორმაციით საუკვეთ სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.